შენ თავს ფიცავარ პირველად ვარ ლაივში გამოსული. ხო და იმას ვამბობდი, რომ ეს ის არის, რაც ახავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. როცა ევროკავშირთან ასიახლოს ხარ, არავის მის უფლება რომ უკან დაგვაბრუნოს. ანასტასია გუშინ ძრო ხარ მოწველე საღამოს. ის რძე საწაიღე, ბებოეძე. დიფსამბობ ლაივში ვარ. ომარიკო ეგრზე ავადუღე უკვე უთხარი პეპოს. მაწონსაც დედა შეაყენებსო უთხარი. ისე მომენატრა სოფლის საქმე რაღა გავაკეთო აღარ ვიცი. კი, ახალი ტრენდია. ვაგრძელებთ წინ გზას ევროკავშირისკენ. ანასტასია მიდი საქათმიდან გვერცხები ამოიტანე რა. მოვედი, მზევინარი მელაპარაკებო და წვენი გამომაცალა რა. ანასტასია დაიმწერი ეხლა ატაკი. ბებო მზევინარი რომელია? გუშერენასკებს ეკლებიანი ბალახები ქონდა აკრული ეგ? 3 წელი გამხდარი ღორი რო ყავს. ხო, ეგარი. ისეთი გაზრებული ხომელი საჭმელი რომ ვეღარ ყიდულობს, ხალხი და ვეღარ აჭმევს. იმიტომ არიან სოფელში გაწოწყავებული ღორები. გაძვირდებოდა, აბა რა იქნება, ცხოველის კი არა ადამიანის საჭმელს უკიდია ცეცხლის ფასი და გაიხედეთ ეხლა ევროკავშირის ქვეყნებში რა ფასებია, კაპიკები. საჭმელი გინდა, წამალი თუ ხელფასები შეადარე კიდე. მაგაში გეთანხმები, ჩვენ სულ ასიახლოს ვართ მაგ ცხოვრებასთან, მაგით უნდა გააკეთოს მთავრობამ ყველაფერი, რომ ევროკავშირისკენ წესვლა არ შეჩერდეს. You know what I mean? ღვინო ვარ ამე კი რა დეტალია კენა. რა ჩამოვდე ყოველდღე ღვინოს წავს, გალობდები შვინო. ღვინო ვარ ამი. რა ღვინო ვარ ამი? You know what I mean თქვი ინგლისურად. ბერდები ბებო. სიტყვაც იბერის გაგონება არ უნდა. ისია მოტეხილი უკვე რაღაცნაირად, მაგრამ არ აღიარებს. ეგრე შენც მოტეხილი ხარ. გუშინ აბაზანაში იატაკს რო წმენდი ვანაში ჩავარდი. რო კითხე რა დაგემართა მეთქი, წამოწეკი ცოტა ხნით თუ ასე მითხარი. შენ აბა დღეს რო ჩემი დაბადების დღეა ვირას ფჩუქნით? ძალიან დიდი მადლობა საყოლ. ნუ რას გთხოვე, ყარა უნდა გაჩუქო, ვერ გავიგე. სიცოცხლე რო გაჩუქე, ეგ არ გეყო? ეგრე მეცხო გაჩუქე გუშინ წინ ჩემი კალამი. აი 4 თრიანი კალამი აიყიდა. უკან გაიკეთე. ომარიკო სტუმრები რომ მოვლენ, ქვემოთ უნდა ჩამეგზავნო ლობიან ხაჭაპური ამოსატანი იქიდან, საწყობიდან. ვინ სტუმრები მოდიან, ვინ დამიპატიჟე? არავინ კაცო ისეთი. ომარიკო გააღემიდი ერთი ეგ კარები რა. აბა გილოცა ბგია მოჯახში მოვიდი მოკეიმერი გილოცა მობრძანდით მადლობა ძალიან გაიხარეთ. ამ ჭიქით ანასტასიას გაუმარჯოს. კარგად იყავი ჩემო ლამაზო გოგო. სუაი კარგი და წარმატებული ამბები გამეგოს შენგან. გაგიმარჯოს. მადლობა. აი ეს ბედრჯანი ჩამადგმევინეთ მანდ? ოსტრიც ეხლავი მოვა. ხო, მომეცი ეს არ ჩავდგათ. გაიხარეთ გოგოებო ჩემი შვილის დღეგრძელობისთვის. შვილი ხარ ამხელა ბედნიერებაა, მე მგონი ჩემგან არ გესწავლებათ და ჩემი შვილის თამადობით კიდე ყველა თქვენგანი შვილებს დაგილოცავთ. აბა ეს ხელი ოსტრიც ჩადგით მანდ? აი მოგაწონში გააკითის? ხო თეკლა. გოგო რომელზე გავდივარ დღეს ჩვენ? გოგო ვერ გამოვალ დღეს. რა ვერ გამოხვალ გოგო რა საკეთებ? რასტები ფაქტობრივად მუშაობ. სტუმრები ყავს სახლში? ხო დედა ჩემის და ქალებს ვემსახურები რა. აუ რომ მოიწყდი დარეკე რა. კაი ამ ცელები ორი მაგიდდენ მეძახიან. გემრიელია ხო? ძე ცხენი რო ვიყიდოთ ამაგითიო რო სკოლაში არ შეიძლება? ან კვადროციკლი. დაიწყო დილიდან აზრების ფრქვევა. ჭამი რა გზელატოში და არ ილაპარაკო. ლაპარაკს უშლი გოგო ბავშვს. აბა რა ცხინდა კვადროციკლი. მაგაში გეთანხმები ვერ არის ეს. მაგრამ რო იცოდეთ ჩემ ბავშვობაში კომოდი ჩუბინიძეს დაყავდა ხოლმე თავის შვილი ცხენით სკოლაში. ჭიხვინი რო გვესმოდა, ესე იგი კომოდიძია მოდიოდა. ახალგაზრდა კი გარდაიცვალა საწყალი. დედით გარდაიცვალა. ცხენმა გადმოარგო. ჩემი კლასელი როა ხო იცი მდიდარი. დედამისს უცქავს მამამისისთვის რომ ერთი ცხენი ვიყიდოთ სოფლისთვის, მაგათ სახლიც ხო აქვთ იქ. მამამის კიდე აერია და ის მანქანა უყიდავ. ცხენიც როგორ აქვს? მუსტანგი. აქ რა მოსატანია და რაღა მამა თქვენი. კარაქს რო ვაბარებდი, მარგარინი ამოქონდა ხოლმე. ლარიან მარგარინზე ხართ გაზრდილები. ლარიან მარგარინზე? მაგით ეხლა ვიკითხოს გაეცა პასუხი. ძე როულები როდის უნდა მიყიდო? ჩემმა კლასელებმა იყიდეს უკვე. შენ არ ჩამორჩი არავის. გიყიდი ხო, ჯერ ბაზარში უნდა გავიდეთ და მე გიყიდი რვეულებსაც. აუ როულებზე გამახსენდა. გეხოცები ის თემა დამაწერინე? როგორ გავატარე ზაფხულის ადადეგები. წინასწარ დავწეროთ. მაგ თემას უდაწერ მაქსიმუმ ის თქვა მთელი ზაფხული ზელატოში ჭამდიო და ბოსოში რო წაიქეცი და სადაც ჩავარდი აღარ ვიტყვი აი ეგ. აუ ეგ შენ მოუყევი ბავშვებსაც? მეც არა ვთქვი რომ ჩამოვედი ბავშვებმა მითხრეს, ვანი ხვიშია ჩამოსულაო. მოდით ეხლა ისაუზმეთ გავამზადე ეს ჩაი და გაცივდება. შეხედე კიდე ერთი ცალი ჩაის პირით გაუკეთებია 3 ვიჭიკა. ხო და ნახე თავისი ყველაზე მუქია და ჩემი ყველაზე ღია.
ხო, ჩემი რაღაც გარდამავალი ფერია, ღიასა და მუქ შორის. გამომივიდნენ ახლა ესენი ხელოვნებად წოდნეები. ჯემითაც ხარ მოგიხადოთ ეს კარაქიანი პურები, ეგეც მითხარით. აუ კი, მე მინდა. აუ რანაირი გემოაქ ამ კარაქიან პურს? კარაქია ეს? კარაქია ხო, კარაქი შეჯამეთ. დე შეხედე რამდენი ფული ვიპოვე. ამას ავიღებ. რა ფული იპოვე? მომეცია აქ. ეს მაგიდაზე მეტო მე. დე რამდენი ფული რა თქინდა მე? სახლი უნდა იყიდო? ვერ ახარ შენ რა 400 ლარი გვიზუყედია სახლი ვერ გავიგე გადასახადების ფულია ეს და ციგნების თბილისის ციგნის ბაზრობაზე მიდიხარ ხო? ეგრეც ვიცოდი. ადამიანმა რო კითხოს ფული არა გაქვს. მე ციგნების ფული ყოველთვის მაქვს ეს ერთი და მეორეც ციგნებს უკეთეს ვერაფერს ვერ იყიდი ამ ცხოვრებაში რაღაცა ბრძულად გამომივიდა ეგ ციგნების ის მასში არ არის ხოლმე ეხლა რატომ მიდიხარ ხო ეხლა ტარდება ციგნების ბაზრობა 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით ხო და თითქმის ყველა დიდი გამომცემლობა ეხლა იქნება გამოსული მაისში აღარ იქნებიან მე ეგენი რა ვიცი არც ინტელექტი არც სულაკაური არც ქარჩხალის გამომცემლობა და რა ვიცი კიდე მახსოვს იქ დრამა. ეგ გამომცემელთა ასოციაცია დარეგისტრირდა რუსულ კანონზე და მაგის მერე ძალიან ბევრი გამომცემელი გამოვიდა მაგ ასოციაციიდან. ეხლა თვითონ აკეთებენ ბაზრობას აპრილში. ლოკაცია უცვლელია ისევ ექსპო ჯორჯიაში მე-11 პავილიონში. წაგიყვანო მარიკო წამოხვალ? არ მინდა. შაშარ მან ვიღაც ინფლუენსერმა მკითხა, რომელიც ციგნი წაიკითხე ბოლოსო და მე რო უთხარი მათემატიკის მეთქი დამცინეს. კი, ვიცი, ვიდეოც ედო მაგ ინფლუენსერს, რო გაიცინეს და მე რო ბღავილი დაიწყე. და შენ რა წაიკითხი ბოლოს მე რო დამცინე. აბუ სახელი ახარ მახსოვს ეხლა. ამიტომ უნდა იკითხო ბევრი ადამიანმა. ინგა ბებო მისის მე რო შევიღები მე. რამდენი კამერით დამირეკა ხომ იმდენჯერ არ უპასუხე სპეციალურად. თუ არ გითქვამს რა ეწოდინება ახლა. ისე გემრიალად დაიაფათ შოპინგი ორნაბიჩში. შეხედ რა ინდრობიტი. ნახე. ამომალაგებინე მოდი ეგენი. ეგ მარგარინები შეაწყე ქვემოთ სულ დაბლა კარადაში. სოფელში მიდიხარ და კიდე ზოგადად კვერცხი იყიდე. როდის მიდიარ ჩვენ სოფელში ხვალ? ხო, ხვალ. რა ვიცი ისეთი იაფი იყო რომ ხელს გამოვაყოლეო რო იტყვიან. მან პასკაც ვიყიდე და რომ მოვა ამერიკო გაუჭრი შეჭამს. თუ ამერიკოს რატო მე გამიჭერი? როდის ეგ მოვა? კაი ახლა შენ კიდე რა იყო პატარა ბავშვი ხო არ ახარ ვერ გავიგე. ისე ჩაის კი მიაყოლებდა კაცი. გაჭერი ახლა თუ გინდა რა პრობლემაა? ინგა, სახში ხარ? გოგო მაღაზიაში ხარ ჩამოდიხარ შენ ზორნაბიჩში. თეთანეთა მწოდნო და გოგო ეხლა ამოვედი მანდედან. ხო, რო ამოხვალ ამომიარე და პასკაზე დაგპატეჟე. ლია, აი ეს ზოგეს კვერცხზე არის აქცია და აწყდება ხალხი იცოდე. მოასწარი. ვინდა ნახრენად გაიჭრე ეს პასკა, სუდანამცეცდა. აბა რა იქნება გოგო, ხერხები დანიტროჭრე ვერ გავიგე, ნახე რა უკნია რა. ფაიმე მუსკატეს ყიდვა დამავიწყდა და დაურეკო ლიას. ლია გოგო, გეხვაწები მუსკატის ყიდვა დამავიწყდა ამომიყოლე რო ამოხვალ რა. მუსკატ. კაი. ჩაიც გაკეთდა. აუ მაგარი უნდა ვიპასკა. ინგა გამომხედე მოგიტანეს. არ ჩამიდი სხვა არაფერი იცოდე. ხო, გაიხარე ლია, გაიხარე შენ. შემომიარე მე რა იცოდე. ხო, კაი. შეხედე. მუსკატი დაბაბარი და წუკატი ამომიყოლა. ჩამეგზავნე მიდი რა. ძარცული მოთხრობა ვერ ვსწავლობ. რას ვერ სწავლობ, ბიჭო, შინ არც უნდა დაიმახსოვრო. წაიკითხე მიდი. ბაბუის ტრაგიკული გარდაცვალება ძალიან მძიმე გამოდგა ქეთო ბებიასთვის, რომელსაც მარტოს უწევდა შვილიშვილების გაზრდა. რატო უწევდა მარტოს გაზრდა? არ წაიკითხე ხლა კაცო, ქმარი გარდაეცვალა, ანუ ბავშვების ბაბუა. როგორ გარდაიცვალა ხა კაცი გამახსენე. ბაბუა ადიდებულმა მდინარემ წაიღო და ტრაგიკულად გარდაიცვალა. ტრაგიკულად ეწერა მან? ტრაგიკულად, ტრაგი. მიცი ერთი ზელატოსი აქ. ვერ შეჭამი ცოტა სანამ ბოლომდე არის სწავლი მაგას. ჩემ უფლებებს რო არღო ეხლა იცი? ბავშვდაცვის დღე მოდის და ბავშვები უნდა დაიცვა. რა მაგარი ინფორმაცია გააძრო, რატო არ იცავ ინგა უფლებებს? უფლებებს მოგცემთ ახლა მე თქვენ რა. ქართულშია კაცო ნიშანი გამოსასწორებელი. ჩვენ მასწავლებელმა გითხრა რომ 1 ივნისია ბავშვთა უფლებების დაცვის დღეო და არავინ არ უნდა შეგზღუდოთ. მე ხომ იყავ ხარ ინგას პირველ შინთაწმინდაზე. ეხლა რო შეგზღუდოს და აღარ წაგიყვანოს ხო ხარ ღირსი.
ეს ყველაფერს ღირსია ჩემგან. იმის ღირსება შეუჭამო ეხლა ეს. გემრიელი კია თან. გააგზელე მიდი კითხვა. პატარა სესილი ბებია საძოვარზე გაყვარათა მისთვის შრომა შეემსუბუქებინა. საღამოობით ძროხებსაც წველი და ხოლმე და ყველიც ამოჰყავდა ბებიის დაუხმარებლად. აი როგორ შრომობდა ბავშვი. შენ კიდევ ბანაობაძლებს გასწავლე დამოუკიდებლად. არაფერი შე რო არიცი. ამის ჭამა ხო იცი კარგად. ლელა, ჩან ვარ? ხო, რაზე გირეკავ ახლა? გოგო, შენ ხო მუშაობ ლაბორატორიაში? ხო. მისმინებ ბრძის პროდუქტებში აღმოუჩენია თუ სკინტლის შემცველო გავგიჟდი გოგო, დილიდან წავიკითხე ეს ინტერნეტში და ჭკუიდან ვარ შეშლე რაღაცა მოვიტანე ახლა იმიდან მაღაზიიდან მაწონი და შიშით უყურებ ფრეშემი ჭამია. ხო, დღესაც არ ჩამოიარა მაინც და მაინც იმ ქალმა. მე ვყიდულობ ხოლმე კორპუსთან მოდის ხოლმე სოფლიდან ქალი. ის ყიდის ხოლმე ხაჭო ის ნადუღი ყველაფერი აქ ხოლმე და რა ვიცი მე დღეს არ ჩამოიარა მაინც და მაინც ხო რამე ხო არ გაუჩალიჩეს მეთქი ცოტა შემეში და ვიყიდე ახლა ეს მაწონი და გეხვეწები აი ჩაგიგდებ მე ფოტოს და გადამიმოწმე ამ მაწონში ახლა თუ არის რა ვიცი სკინტლის შემცველობა თუ როგორ მოწმდება. მე ახლა მე რა ვიცი ახლა ამაში არაფერი არ აწერია ახლა ინსტრუქციას რო უყურებ და ხო ბავშვსაც არა, ბავშვს არ უჭამია ხა მოვიტანე გაუხსნელია ჯერ. ბავშვი რომ ამეწამოს, გოგო ამოვაყირავებ თელ ქარხანას, რას ლაპარაკობ. გადამიმოწმე გეხვეწები რა და ჩაგიგდებ ახლა მე მესენჯერის იმაზე. ხო. ხო. კაი, სხვა ხო ხართ კარგად, თაკო როგორ არის? აი ვენაცვალე მაგას. ეგ საოცარი გოგო. დე ხელოვნების დავალება გავაკეთოთ რა. რა გაქვს? დასახატი თუ არა, მე მაგის ნერვები არა მაქვს ახლა. რა გაქვს თომარიკო, მე დაგეხმარებიო თუ გინდა. ისე მიყვარდა ბავშვობაში ხელოვნება ვხატავდე კიდეც. რაც ჩემი ქმარი წითლად შეიღება იმის მერე საღებავიც მესისხება და წითლი ფერიც. აი ეგ მაგ გასაკეთებელი ამ მოდელის მიხედვით. ჯერ ეს გაკვეთილი უნდა წაიკითხო და მე უკეთესად გაიგე. ამას მე შეგიჭამ ცოტას. და ისე კარგად გაუგეთ თქვენ, ლია დაგიტოვებ ცოტა ხანი ომარიკოს საკითხებზე ჩავირმენ უცბად. კი არ არის პრობლემა. ომარიკო ზალატოს შემთხვევაც მოიტანე და ვახრამუნოთ. მოკლედ წავედი მე და მიხედეთ საქმეს, ხო? ვიმედია ჩემი შვილიც არ შეიღებება ახლა წითლად. ცუდად გამომივიდა ახლა. ჩვენმა ხელოვნების მასწავლებელმა იცი რა გითხრა? სილამაზე ყველაფერშია, მაგრამ კლასში 26 ბავშვის ხეთხარ და ყველა სილამაზის დეფიციტი გაქვთ. ძალიან საყვარელი ქალია. იცი შენ რო ჩემი ხელოვნების მასწავლებელი სხეულით ხატავდა, ტანზე იცვამდა ხოლმე საღებავებს და მილე წილოზე გორაობდა ხოლმე. მაგის გამო სკოლიდან გაათავისუფლეს, მაგრამ მე მილიონერი გახდა. მოვედი. ომარიკო წავიდა ლია და გააკეთეთ დავალება. კი, დამახატინა შეხედე რა ლამაზია. მაჩვენე აბა ერთი რა დახატე. რა არის ომარიკო ეს რკო უნდა დაგეხატათ? მაჩვენე ერთი გაკვეთილი სათაური რა არის. როკოკო. აუ თიქ ხუსლიო მოტდექში უკროშოს ფეხსაცმელზე? წეგან ჩაიარე ჩემ კორპუსთან გამოპრანჭული იყო. ვიდეო მაგადაღებული. გოგო ხო ქორწილში მიდის, ეგ ვახუნა მხოცოლო მოიყვანა და დაპატიჟა. აუ ყველა ქორწინდება რა. მე კიდე გუშინ სერიოზული კამათი მომივიდა ირაკლისთან. სადარბაზთან ვიჭხუბეთ. აუ შენ შეყარებულთან მაინც მოგდი ჩხუბი და მე 2 წელია რევსთან მიჩხუბია. ერთი ინგასთან თუ მომივა ხო მიჩხუბი, წეგანაც ვიჩხუბით, აღარ მილაპარაკება. აუ ნახე თი უბრილდები. Oh, ეს ვიღაც გოგოს ლაიკებდა ფოტოებს ინსტაზე. ყალბი აკაუნტიდან ნახე. დეტექტივ 7 რომ აწედია. ხედა მე ისე ვიჩხუბეთ, რომ სილა გავაწენი და ავედი სახლში. რა ქენი? რა სილა გააწენი გოგო, რო გიჩვენოს ახლა სად მიდიხარ მე? კაი გოგო, რა უნდა მიჩვენოს პოლიციელია. მithumetes. შენ ეს ძის გამოსვისაბ ამდენი ხანი მზია მაღლობელი ციხეში. სილა გააწნე იმ კაცს. ნუ კაცს. და ის ამტკიცებს ახლა დიდი ტყლაშანის ხმა იყო. აუ ეხა ცოტა ნერვიულდი. საჩი ვარი ხო არ შეაკნეტა? დაურეკა. კაი არ გინდა თავი განები იქნება არ გიჩივის. ზიამაღლობას ახლა რატოც მოიქცენ ეგრე ყველა მიცის. და 7 თუ 8 თვე სერიოზულად მიდის იმისი გამოძიება, განიცადა თუ არა იმ კაცმა ტკივილი. და მაგის გამო უნდა ჩასვან 4-დან 7 წლამდე? რა სიგიჟეა? ხო, მაგას არ ვამბობ. ანასტასია, შეიცვა კარტოფილი და გამოდი თუ გინდა შეჭამე. კაი, გამოვალ. მილაპარაკება თურმე. იცი ხა თავისი ბრალი რო და კარტოფილი ცდილობს გამოსყიდვას. აუ კიდე მაგაზე მეფიქრება რომ მიჩივლო ის. აუ დე შეიძლება რა სასამართლოში მიჩივლონ იცი? რა? მოგიყვები.
ანასტასია დაგირეკავ რა ცოტა ხანში. აუ სილა გავეწანი ეს ფულის შეგროვებაც რომ შემომაჩეჩეს რა. ადი მიდი ნელა მანდ ჩამომტრეული კიბია იმდეჯერ დამამტრია რომ რა ვიცი. მოდი გოგო მოდი რაღა დარჩა აგერ მზევინარი და მე ამათ ზემოთ და მოვრჩებით. უი გოგოებო თქვენ ხარ რა ხდება ხომ მშვიდობა მზევინარ გოგო ბოცოცხლარს ვაგროვებთ რომ ეს სენსორიანი განათებები დავაყენოთ ამ ჩვენ სადარბაზოში ეს ყველა სართულზე და აღარ დავიმტრეთ იმ მესამე სართული ჩამომტრეულ კიბეზე. ხო ჯაფიცი ხლა მე მან დაწავქცეულ ვარ. არის რა პრობლემაა დავდებ საფულეს ხო აი ერთი წუთი აი მიმაწერით მანდ ხო თქვენი ციტაბა დედა ეს კიბეებზე სიარული არის ჯოჯოხეთი ჩემთვის რა გოგო მე ხო ბარძახში რკინა მაქვს ჩადგმული და აი სულს მიმწარებს გოგო ჩხიკვეშვილებს რომ არ დავადებინოთ აი დანარიკა სოცოდავებული კაცის ხელში რა არ დავადებინოთ გოგო მაგის რობოკოპი კმარი და ურეკავენ თუ არა დილა შუადღია თუ შუაღამე თაკუთ მოგლეჯილი კარბის იმდეჯერ შაურბენია ხოლმე ჩაბნელებულ კორპუსში ისი ალალია რომ დაიმტრეს იმ მესამე სართულში ჩამომტრეულ კიბეზე ამ სემინარიაში ხო გოგოებო გამარჯობა მენა ცუდ დროს ხარ მომედი არა მითხარით გისმენთ 20 ლარს ვაგროვებთ განათებებისთვის ხო და რავი შენ თუ არა შენ ქმარს იქნება კონდეს არის სახლში არა დასარბევად არის წასული რა ნანა ჩემო კარგო ვერ გავიგე დასალევად არის წასული საღამოზე შემოგაწვდი რა მარიხი და ნანა რა დღეშია მე არ ვიცი და მოკლედ ჩავედი ახლა მე ჩავხედო ჩემებს ხო და ჩაგაბარე ფული იცოდე ხო წავედი კი ფული ჩემთან არის 380 ლარი აი მე დედა რა მოხდა გოგო დედა ეს კიბე არის სასწრაფოდ მისახედი რა ხალხო მართვის მოწმობის გამოცდა ჩავაბარი თეორია და პრაქტიკა პროფესიონალი ვარ უკვე მოგვილოცნია მაგრამ პროფესიონალი კი არა შუმახერი კიდე ანასტასია სკოლაში მანქანით წამიყვან ხოლმე კი წაგიყვან ხოლმე მანქანით ოღონდ მანქანა არ ბყავს და ქალაქი დამჭა კიდე ჩასაბარებელი ვაიმე მაქალაქის ჯავშნებზე წეწვაგლეჯვაა სრულ მის დღემში დედა შენ რატო არ მიულოცე ანასტასიას გამოცდების ჩაბარება იმიტომ რომ დაჯდება მანქანაზე დაიმტრება და მე მოსალოცად აღარ გექნებათ საქმე ინგა ჩემი გიშერი სადევს ავი თვალის გარო დამიცვას ჩემი კლასელები სკოლაში სულ მანქანებით მოდიან მე დავდივარ მარტო ფეხით მე ჯანმრთელობა როა მარიკო ფეხით სიარული არ იცი შენ მე მინდა რომ მანქანით მივიდე ხოლმე არ მინდა ჯანმრთელობა რებს ამბობს უყურეთ რა აი შეიკრები ახალწლებზე კუჩი და თუ არ გენდობება ჯანმრთელობა მაგასაც ვნახავთ მერე თიკო თეორია და პრაქტიკა ჩავაბარე მართვის მოწმობის ვინ არის ლეიქვინი ხშინი თიკოს მაგრო და ლექტორ თიკოს გაუგზავნე ეს ვოისი არის შლება აუ რა ლიაკუთია რა ხდება კიდე სტუმრები მოდიან გოგო ბებიაშენის დაბადების დღე და სტუმარი არ მოვა ამ ოჯახში აი გუგული დეი დამოვიდა აგერ უი ქალი ძალიან მაგრამ მივაცება ბავშვობაში მეგონა რომ ფრინველი იყო ხოლმე გუგული მე მივხვდი რომ ჩვენი მეზობელი იყო აუ დაიცა მაგის ქმარს რა ქვია ვინახიო თუ რაღაცა ვარაზი ძია ოქრო არას ამბობ შენი ძმა საწავიდა ომარიკო მოვიوادე აუ დეღვინოს დავლეო მე სუფრაზე რა ღვინოს დალეო ბიჭო გააფრინე შენ ეს ამდენი კამპასწვენი ვისთვის ვიყიდე ვერ გავიგე ნიკორაში ნატურალური წვენებია კაცო დადეკიდა დალიეკ ეს რატო აწერია 2+1 მათემატიკის სავარჯიშოა არა უბრალოდ საღდგომო აქცია 2+1 ორ წელს და მესამე მოყვება უფასოდ ანასტასია წამოდი ხა ეგ ნიგუჟანი ბატოჯანი გამატანინე სუფრაზე ომარიკო ეგ ყველისტებშები წამოიღე შენ შენ გაგიმარჯოს მზეა კარგად უნდა იყო ჯამთელად უნდა იყო რომ აი ეგრე მაგრად ყავდი აგერე შენ შვილსა და შვილიშვილას აგელოზებივით არიან კაცო გაიხარე ჩემო ვარაზი გაიხარე მე ესენი კარგად მეყოლადენ მე კარგად ვიქნები მე ხო და დაიწყეთ ეს მიხარია ჩემი დაბადების დღეს ამ აღთქმის კვირაში რა დაემთხვა ასე მგონია წესას ცოტელი არ მეწარი არა თუ ეხლა მოკვდები 60-ში მოხვდები ბე მაინდიდი როგორ ხარ სახშია ხო თიკო კი სახშია შემოდი ცივიყავი გავიკეთე გოგოები მოდიანო გამაფრთხილა ოთახშია მაინდიდი ეს დივანი იქით არის გახოლმე და ეს კარადა იქით დიზაინი შეცვალეთ თქვენმა დაკალმა შეცვალა ეს ხო ამ ბოლო დროს თუ დიზაინებზე და ეგეთ რაღაცებზე მელაპარაკება და მეც კი მომწონს პრინციპში რაღაცნაირად სივრცე გამოჩნდა ხო შეიტყინდი ოთახში და მოგიტან ტყავებსაც ეხლავე თიკო რა შვები გოგო დიზაინერობა დაიწყე ოთახი რო შეგიცვლია
გოგო, ხო იცით, რომ მომწონდა ეგეთი რაღაცეები რა, ნუ ეხაც მომწონს. რამე კურსის გავლაცაც კი ვფიქრობდი, რა ინტერიერის დიზაინი ან რამე. აუ, იქ ძალიან მაგარია. გინდა მოგიძებნო? ამაცინათ შემთხვევა რაღაც მსგავსი. აუ, ვერ წვით ტუალეტში გავალ, რა ჩემ გარეშე არ დალიოთ ყავა იცოდე. აი ნახე აბა, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის იმ ძალიან ცნობილები არიან რა. თან უწერიათ რომ აგვისტოში ყველა კურსზე აქვს 30%-მდე ფასდაკლება. აუ, თიკო რა ნერვი შეცვალა ეს სახლი. ტუალეტის მაგრო დაივანზე გავედი, გამომყევი რა. აი ეს ცივი ყავები აქ არის ანასტასია და მოვლენ ესენიც. შვილო, ამ ჩემ შულს უნდა მიმოგონი რაღაცა კურსის გავლა. ოღონ ამან რამე მოინდომოს და მე გადავუხდი ფულს, რა თქმა უნდა, მოტივაცია მიეცით რა გიხვეწები. აი ინტერიერის დიზაინი ძალიან მოეწონებოდა მაინადი და თან ონლაინაც აი და ადგილზე მისვლაც შეუძლია, ფასდაკლებაც გქონიათ. ეხლა შეგიძლიათ მე თქვენი მესენჯერზე მაგ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის გვერდს. ой, მოვიდა ცივი ყავები, იმედიათ ეკლა უნიტას მაინც მიაკნებს. გოგო, იქ დატოვე? მიდი თორე შენ ოთახის მეგრად მამაშენ შეუვარდება საძინებელში. მე შემომტენა ინგამ შენი საყიდლები. რა უნდა ვიყიდოთ? მიწერია სია. 6 მათემატიკის როეული, 4 ქართულის, 3 კალამის, 3 შავი ფანქარი და ფერადი ფანქრები. კიდე 1 საშლელი, სათლელი და პენალი რო ეგენი ჩავაწყო. შეუფეთურება სკოლის ამზადეთ ჩათო მზითვები. მაჩვენი. მოიცა პენალი ხო გქონდა შენ? ის დედამ აიღო, ძაფები და ღილები ულაგია შეგნით. შენ ხო თქვი რომ კეშბექიაო და არ დაიხარჯება ბევრი ფული. ხო თბილისის მოსწავლეთან ახალი ბარათი თუ გადაიხდი და თან 18-23 წლის ხარ, 40%-იანი კეშბექი გექნება 1-დან 5 სექტემბრის ჩათვლით. საკანცელარო ნივთებზე და რაღაც ტანსაცმლის მაღაზიებზე, მაგრამ ტანსაცმელზე იგამ წაგიყვანოს. ხო, ტანსაცმელებზე თუ დედას მივყავარ ხოლმე. აუ რა ცუდად რო ყოფილა დადეგებიდან სკოლამდე. მან და ქართულის როულები მანახე. არ გამაგიჟო სპაიდერმენის როული აღარ იყიდო ეხლა, გაიზარდე ცოტა. კაი ხო, მაშინ მანქანიანებს და მოტოციკლეტიანებს ვიყიდი. ეს ფირადი ფანქრებიც ავიღოთ. რა ფასიანებია? ეს 5-ლარიანი, ესენი 18. აიღე ეს 5-ლარიანი. დიდი მხატვარი შენ ხარ ახლა. ანასტასია, კეშბექი რამდენია გეყოფა შენ საყიდლებზეც? და 750 ლარია მაქსიმალური 1-დან 5 სექტემბრის ჩათვლით კეშბექი, მაგრამ სტუდენტებს მე კიდე ძალზე ვიქნება. 6 სექტემბერს 150 ლარიანი ლიმიტი ისევ 40%-იანი კეშბექით. ხო ინგა. ანასტასია, მათემატიკის როული არ იყიდოთ ყვავილებიანი ღიზიანდება მასწავლებელი. რა ღიზიანებს? რა ვიცი ახლა გაუთხოვარი ქალია. ანასტასია, ნახე, ჩვენ მეზობელ გიორგის გავს. ავარჩიე ყველაფერი და მოდი გადაიხადე. გამარჯობა, იგინი გავატარო და თბილისით გადავიხდი. ხო კეშბექი დღეს. დიახ არის, პარკი გნებავთ? კი გნებავს. აუ ბავშვებო, მოდი ბრძოლობანა ვითამაშოთ რა. კაი ხო, ოღონდ მე მეომარი ვიქნები. ხო, კაი და სალომე შენი ყავი კარალევა და რაღაცები გვიბრძანე ხოლმე. კაი ხო, მაგრამ გვირგვინი რო არა მაქვს? ბავშვებო, ხვეწთ ახლა იგრად სალიანკა გავაკეთე და გაჭამოთ. პაიჯამ. და ჩემმა ამას წინ მანგოს კრემსუპი გააკეთა, ქოქოსით. ხო, ამათ კიდე ჩემებს ისე უყვართ სალიანკა, რომ ვერ ელევიან. აუ, ანა და საერთოდ არ მიყვარს. იტყუილება. ბოლომდე შეჭამთ მაგას უყველა. თორე გავბრაზდები. ომაი, კოლამ კაცია, ინგადეიდა ხო? ხო, აპასნი ქალია.